მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ გამოიყურება საგვარეულო კარმა, ენერგეტიკულ კარმა და ფსიქოლოგიურ დონეზე. ძალიან მოკლედ მინდა აგიხსნათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ამ თემაზე, ძალიან კონკრეტულად მინდა თქვენთვის გამიზიარებინა და ვთქვათ, როგორ ვახდენთ ხოლმე ამის ინტერპრეტაციას ფსიქოლოგიური პრაქტიკებით, სხვადასხვა პრაქტიკებით, მაგალითად, როდესაც რუკაზე ვმუშაობთ, რა კომბინაციები არის ამის მანიშნებელი, ალბათ იცით, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის სატურნი ლილიტის ღერძი ყოველთვის. ჯერ ერთვება სატურნი და სატურნის უკან დგას შავი მთვარის ენერგია, ეს ასტროლოგიური ტერმინებით რო გითხრათ, თუმცა ფსიქოლოგიურად რა არის საგვარეულო კარმა, ნეგატიური წყევლა და ამაზე მე შეიძლება ვიაროთ იქ სხვადასხვა გამოლოცვაზე, მაგალითად, ან რაღაცნაირად ცოდვის განცდა გქონდეს ჩვენ, რომ აი რაღაც გვარი არის ცოდვილი, მაგალითად, ან პატერნებს ვიმეორებთ, ხო, ოჯახურს გაუთავებლად, თუმცა აქ რა არის ძალიან საინტერესო. გვაქვს აქ მკვეთრად გამოხატული კომბინაციები, რომელიც საგვარეულო პრობლემებს აჩვენებს, ხო, ეს არის შავი მთვარე, მაგალითად, კირჩხიბის ზოდიაქოში ან მეოთხე სახლში, ან მთვარესთან შეერთებაში, ეს კლასიკურ ფორმულებს გიყვებით რუკის, ზესთან შეერთებაში, მაგალითად, კარმულად გამოხატული არის აქ, რომ უკვე კაცური ენერგია არის აქ დაზიანებული, ეგოფუნქცია არის კარმულად დაზიანებული, საგვარეულო კარმა მამის ხაზით, ან მამაკაცური ენერგია არის, ეს აი ფორმულები რო გითხრათ. და სინამდვილეში რა ხდება ახლა, როცა უფრო თერაპიულად შევხვდებით ხოლმე ამ ოჯახურ სცენარებს, ოჯახურ კარმულ ველს. სინამდვილეში ეს არის ჩვენში მცხოვრები ერთ-ერთი ნაწილი ჩვენი, ფსიქოლოგიურად გავდივართ ხოლმე ამ ენერგიაზე. ხშირად მე მაგალითად უკვე თერაპიულ პროცესში ვიყენებ ხოლმე გეშტალტურად ორის კამის პრინციპი, მაგალითად ეს ადრეც ძალიან ბევრი წლის წინ ვიყენებდით ამას, მე ჩვენად გავდიოდი თერაპიას, წარმოსახვითი თერაპიებით, ორის კამის პრინციპით, როდესაც ამ ნაწილებს ესე წარმოსახვის კამს ვსვამთ, ესე რომ ვთქვათ, და ვიწყებთ დიალოგს და იქ აუცილებლად ამოდის ხოლმე ერთ-ერთი მხარე, რომელიც ან დედის ხმით გველაპარაკება, ან ის რაც დედასთან ქონდა პრობლემები, ან მამის ხმით გველაპარაკება, ან საგვარეულო ხაზში ნათესავების ხმით გველაპარაკება სიტყვაზე, თუმცა აქ რა თქმა უნდა უფრო მშობლებთან გავდივართ ხოლმე, ეს საგვარეულო ენერგიაზე რო გესაუბროთ, მაგალითად ან ზოგჯერ არის უსაფრთხოების ენით გველაპარაკება, რომ შენ დაგიცავ რაღაცისგან პირობითად, ხო? და სინამდვილეში გვარში არის ეს პატერნი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ფსიქიკაში. და ამას ვეძახით მერე საგვარეულო წყევლას, საგვარეულო კარმას, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიცხოვროთ ბედნიერად, თქვათ, თავდაჯერებულად, გამოვხატოთ ჩვენი თავი. სინამდვილეში ეს უკავშირდება ხოლმე იმ პატერნს, რაც გვარში ცხოვრობს. ეზოთერიკა ამას უყურებს როგორც ჩვენს წინა ცხოვრებას და აი ეს მკაცრი დესტრუქციული ნაწილი ცხოვრობს ჩვენში, რომელიც არ არის ინტეგრირებული, არ არის გაცნობიერებული, მიღებული, ხო, ესე რომ ვთქვათ და აი ჩვენში ფრაგმენტულად გამოდის ასპარეზზე, ცხოვრების ასპარეზზე, ფსიქოლოგიურად როგორც ხმა, ხო, სადღაც, რომ აი არ გაინძრე ინტროექტის სახით ამბობს ფსიქოლოგია მაგალითად, რომ არ გაინძრე, რომ რამე არ გააკეთო, თორე თუდად წავა ყველაფერი. ეხლა აი ეს აქეთ არ გაიხედო, არ მოგინდეს რაღაცები ცხოვრებაში, არ გინდა თავდაჯერებულობა, იმიტომ რომ საშიშია მაგალითად, არ გაბედო, თორე დაისჯები სიტყვაზე, აი ამ ინტროექტის სახით. სინამდვილეში კარმული ასტროლოგია ცოტა სხვანაირად უყურებს ამას, როგორც ჩვენში არსებული წინა ცხოვრების ფიგურა, რომელიც ეხლა გარეთ, ადრე გარეთ ავლენდა თავს და ეხლა ჩვენს რეტროფლექსიაში მიდის, ჩვენ თავს თვითონ სჯის, ესე რომ ვთქვათ, ანუ მკაცრი, ან აი ესეთი მე რომელმაც არ იცის რაღაცეები ბოლომდე, მაგრამ გადარჩენის ინსტინქტით აი ესე დამშავდა სადღაც და ის ფრაგმენტი ცხოვრობს ჩვენში და ჩვენ ამ ენერგიის გამო მოვდივართ იმ ველში, ოჯახურ ველში, რომელშიც ცხოვრობს უკვე ძალიან ისე ხილულად ეს ენერგია, როგორც წესი მშობლები ჩვენთან წარსული არის და უფრო ამ წარსულ ენერგია ეს არის იგივე რაც ჩვენი წინა ცხოვრებები, ესე ამბობს ეზოთერული ხედვები მაგალითად და ჩვენ გგონია რომ მამაზე ვართ ნაწყენი ან დედაზე ან ოჯახზე ან სამშობლოზე ან ხელისუფლებაზე სიტყვაზე სინამდვილეში ეს იყოს პროექციები როგორც ჩვენი წინა ინკარნაციული აი ეს ხმა რომელიც თავის თავსვე ეწინააღმდეგება და თავის თავსვე არიხებს ხოლმე და თავის თავსვე სჯის და ცუდად ექცევა. აი ძალიან ღრმა ეზოთერული ხედვებით რო გითხრათ რა ხდება ხო?
ანუ ენერგია, რომელსაც ადრე უშვებდით გარეთ, მერე ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს და ჩვენს თავს იგივეს უკეთებს, რასაც ადრე სხვებს უკეთებდა. და ეს არის ხოლმე სადღაც წრე, მერე ისევ გარეთ გამოვა ეს ფიგურა, მერე ისევ შიგნით წავა და აი ამ ჯაჭვში ვტრიალებთ, ხო, სადღაც და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა მე მაგალითად თერაპიულად ამ სხვადასხვა მეთოდებს ვიყენებ, ხო, ვიცი ხოლმე უკვე რასთან აქვს საქმე, აქ პირობითად დედის ხატი არ არის ეს კარმულ ასტროლოგიის თუ შევხედავთ, ეს არის ენერგია, რომელიც ცხოვრობს ჩვენში და რაც უფრო აი ხა ეს შავი მთვარე ან სატურნი არის უფრო ჩართული, უკვე დემონურ სახეს იღებს ხოლმე. დემონური რას ნიშნავს? აი რაც უფრო მიმტევებლობა, სიყვარული, სითბო არის გამოცალკევებული ენერგიისგან, ის იმას ეძახით მერე დემონურ ენერგიას, ხო, რაღაც აი უკვე იცვლის ფორმას და რა ჭირდება ამას? ის კი არა რომ დემონური სახელი ან ნეგატივის სახელი, ის ზუსტად ამ სიყვარულის უნარობის გამო, რომ საკუთარ თავში არ იღებდა სიყვარულს და სითბოს, ან ეს არის ის ნაწილი, რომელსაც არ მიეცა ადრე სითბო, მიმღებლობა, ხო, სითბო რა არის? მიმღებლობა არ მიეცა და ის ითხოვს აი ამ მიმღებლობას და სინამდვილეში ფორმა არის ის, რომ ჩვენში ცხოვრობს ეს საგვარეულო პროგრამად წოდებული, ესე რომ ვთქვათ, გენეტიკური ხაზი და ისეც არის, მართლა გენეტიკური ხაზი არის, გენეტიკური პატერნები არის და ჩვენ ვიჭერთ ამას ბოლომდე, რომ არ გამოვიდეთ აი ამ ჯაჭვიდან, გუგონია ზოგჯერ რომ ან სადღაც მე არ ვიცი რა არის სხვანაირად ყოფნა, გვარმა არ იცის რა არის ბედნიერად ყოფნა მაგალითად, არ იცის რა არის სხვა პატერნებით ყოფნა და ნუ მეც იგივეს ვაქცევ. და სინამდვილეში აი ამ გაგრძელებაში, აი ამ იგივე პატერნის გაგრძელებაში ვამძიმებ კიდევ უფრო მეტად გვარის დემონურ ხაზს, ესე რომ ვთქვათ, ეს სპეციალურად ვიყენებ ამ ტერმინებს, იმიტომ რომ ესე აღიქმება ჩვენი ფსიქიკის მიერ ეს ყველაფერი და ამ დროს იყოს ზუსტად საგვარეულო წყევლად მერე მოვლენილი, მაგალითად ტოტალურად პირადში რომ არ უმართლებს ადამიანს, ხო? და თითქოს ესე გვარში არ იყო გამოკვეთილად პირადის პრობლემები, თუმცა უფრო სიღრმისეულად რომ ჩაუხმავდეთ, აი პირადის ურთიერთობები რა არის? ხშირად მშობლებთან ურთიერთობის პრობლემა არის. ანუ სადღაც მე თუ მოდელში ჩემ მშობლებთან არ ვიყავ მიღებული, ან დედა არ იყო მიღებული მამისგან, ანუ აი ძველი თაობების ურთიერთობები როგორიც იყო, ხო? შეიძლება გარედან ჩანდა რომ ძალიან კარგი იყო, მაგრამ არავინ არ იცის შიგნით ენერგეტიკულ დონეზე რა ხდებოდა, ხო? ამას ცოტა სხვა ვიბრაცია, სხვა ცოდნა, სხვა განვითარება ჭირდება, რომ უკვე გავიგოთ, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ ხო გონებით გუგონია რომ ძალიან ბედნიერად ვართ და რაღაც ფაზა დასრულდება და მე აღმოჩნდება რომ ეს რა იყო? სად ვიყავი, ხო? და დრო ჭირდება ხოლმე რაღაცებს და აი შვილებს როცა პრობლემები აქვთ, მათში უკვე ხილულად ჩანს ის, რაც მშობლებში ქვეცნობიერ დინებებში იყო, ხო? როცა უკვე ამოდის ზედაპირზე, ეს უკვე დაგვიანებული არის, უკვე ნიშნავს, რომ ქვეცნობიერში საკმაოდ რთულად მიდიოდა რაღაცები, რომელიც ანახო არ მოხდა. გვაქვს ასტროლოგიაში ესეთი მე-12 სახლი, მაგალითად ნეპტუნური ენერგია, თევზური ენერგია, რომელიც თუ იქ ან მზე ან მთვარე პირადი პლანეტები ხდება, ეს გვაგებინებს, რომ ბევრი გაუცნობიერებელი რამ დაგროვდა გვარში, მაგალითად, ხო? ანუ ილუზიები, ცოტა დაბნეულობა, ცოტა სისუსტე რაღაც მიმართულებით, ხო? როდესაც მე სულიერად არ ვითარდებოდი გვარში და უკვე ჩემს შვილებს ექნებათ აქ აი ეს პრობლემა, 12 სახლის ენერგია ირთვება აქ, როგორც შანსი, რომ ეხლა მან უნდა გააცნობიეროს ის, რაც გვარში არ იყო გაცნობიერებული, ეს დამატებით რო გითხრათ, აგიხწეროთ, ხო, შტრიხი, მაგალითად ფსიქოლოგიური და ასტროლოგიური. მაგრამ საგვარეულო კარმა სინამდვილეში, აი უბრალოდ რომ დავიწყოთ ხოლმე თერაპია და აი მაგას ხედავ ყოველ დღე რომ მოდიან ჩემთან მაგალითად პირად რუკაზე, ახლა მე სტანდარტულად არ ვატარებ ხოლმე ასტროლოგიურ კონსულტაციას, რომ ახლა ვენერა აქ აკავს და ბედნიერება აქ გელის და იგელის, ეს ძალიან ძველი, უძველესი ასტროლოგია არის უკვე და დღევანდელობაში ეს აღარ მუშაობს, ახლა ჩვენ ვიყენებთ ასტროლოგიას თერაპიულად, რომ შეხვედრა მოხდეს რეალურად იმ სატურნული იქნება ეს მშობლის ხმასთან, რომელიც ბლოკავს განვითარებას ადამიანში, რომელიც
რომელიც აი სადღაც ახლა მე გავიჭედი, ხო? და რაღაც არ მაძლევს საშუალებას, რომ ნაბიჯი გადავდგა. აი ხვდებით ამ ენერგიას, იქ რუკაშიც უყურებთ ხოლმე, რა არის ამის წინაპირობა, რა ტრამვები არის, ხო? ანუ უკვე ძალიან მარტივად მივდივართ, უკვე აღარ გჭირდება ერთწლიანი თერაპია, რომ მთლიანი სურათი შევკრათ, ხო? ფაქტობრივად იქ რუკაში გვიდევს ეს ერთწლიანი თერაპიის მასალა. ინფორმაციული მასალა, უბრალოდ ამის კითხვა უნდა ვიცოდეთ და გამოცდილებაც უნდა გქონდეს, ეგ არის. ხაშურის ახლა ზუსტად 2 დღეში მეწყება 4 აპრილს ასტროლოგიის, ასტროფსიქოლოგიის კურსი, სადაც ზუსტად ამას გავდივართ, თერაპიულად, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ზოგჯერ არის ხოლმე ჯგუფში ეს ორის კამის პრინციპიც, თერაპიული მუშაობა, ტრამვებთან შეხვედრა, რა გბლოკავს, იქ სხეულებრივად კონტაქტი ამ ყველაფერთან, ანუ ფაქტობრივად ვასწავლი ასტროლოგიას უფრო თანამედროვე თერაპიული, ფსიქოლოგიური კუთხით, რომ თვითონაც იმუშაონ მე თავის თავზე, თვითონაც იქ დაინახონ სხვა ადამიანები, არა პლანეტარულ დონეზე აქ კარგად იქნება, აქ ცუდად იქნება, არამედ შეგრძნების დონეზე, როგორ იმუშაონ მე თერაპიულად ამ ენერგიასთან, ხო? და ეს ჩემი არის შედგენილი ეს პროგრამა. და ველოდები ყველას, ვისაც აქვს ხოლმე ასტროლოგიის ეს საერთოდ ახლებურად დანახვის სურვილი და რა თქმა უნდა, აი ამ ასტროლოგიის მეშვეობით საკუთარ თავზე თერაპიული მუშაობის სურვილი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემ პრაქტიკითაც როგორც კი თერაპიულად რო შევდივართ რუკაში და ვიწყებთ იქ ტრამვების დანახვას და იქ ვიზეზები პირდაპირ ჩანს, ხო? რამ ბლოკავს ახლა მე კარიერულად, ან რამ ბლოკავს მე პირად ურთიერთობებში. აი პირდაპირ გავდივართ მოდელებზე, მშობლების მოდელებზე, როლებზე, რომელიც ჩვენთან ჩანს, მაგრამ მე ვიწყებთ ამაზე მუშაობას თერაპიულად, რომ ერთი არის რომ გავაცნობე, რომ სად ვარ, რა ვარ, მაგრამ ხომ და ვნახო, მე სად წავიდე, სად მივდივარ, ხო, ამ ყველაფრით, როგორ ვიმუშაო ჩემ თავზე, ხო? ну ახლა ზოგჯერ ვარ ხოლმე როცა მოდიან კონსულტაციაზე ერთჯერადად აი ამ ყველა მნიშვნელოვან თემას ძრავთ და უკვე ხდება შეხება ამ ყველაფერთან თუ მოდიან ხოლმე თერაპიულად უფრო ჩემთან უკვე ხო აი პერიოდულად მოდიან ხოლმე გავიჭედები სადღაც მეუბნებიან ახლა ვიცი რომ აი შენთან კონსულტაცია მჭირდება იქ ტრანზიტებსაც ვნახულობ მაგრამ ვიწყებ თერაპიულად იქ შეხებას სხვა ტექნიკების გამოყენებას და აი ის გარღვევა ხდება ხოლმე სადაც მოხდა გაჭედილობა და ეს რო არ მქონდეს ასტროლოგიური ცოდნა, ამას მაინც თერაპიულად ისე ეფექტურად ვერ გავაკეთებდი. და ზუსტად აი ამ მეთოდებს ვასწავლი ხოლმე ასტროკურსზე, პირადი რუკებით გავდივართ ხოლმე იქ უკვე თერაპიულად ჯგუფთან და ვისაც გაქვთ ხოლმე სურვილი შემომიერთდეთ, ძალიან უნიკალური შესაძლებლობა არის ამისთვის, რომ საერთოდ სხვა სიბრტყეში გადაიყვანოთ ასტროლოგია და საერთოდ სხვანაირად დაინახოთ. მაგრამ თქვენთვისაც აი ისე რომ იცოდეთ, აი როცა არის საგვარეულო წყევლა მაქვს, ან აქ დაბლოკელი მაქვს, ჩვენში ცხოვრობს, აი ეს ადამიანები ის ემოციები, ის დაბლოკვები, ის ცუდად ვიტყვი დემონური ძალა, მაგრამ სინამდვილეში უსიყვარულობა, აი ამ ტრამვების მიუღებლობა სადღაც და აი ეს ცხოვრობს ჩვენში და ეს გვხებს ხოლმე უკან და ამას ეძახით არის საგვარეულო ტრამვებს, საგვარეულო წყევლას და თვალს და ჯადოს და ამ შემდეგ. სინამდვილეში ნუ ჯადო და ეს კიდე ცოტა ცალკე თემა არის, მან მინდებს ვიდეოები ამ თემაზე ვლადიმერ ბენეიძესთან ერთადაც ასევე. თუმცა აი ამ ნაწილებთან შეხვედრის შესაძლებლობა ძალიან კარგად გვაძლევს ამას ასტროლოგია. და ხშირად იცით როგორ რაღაცა არის, თუნდაც აი ცალკე ფსიქოლოგიურ კონსულტაციებში, აი უბრალოდ ფსიქოლოგთან ორის კამის პრინციპით იქ ბრმად მიდიან, მაინც მე ხო უყურებ ხოლმე თქვათ იქ ტექნიკებს როგორ მუშაობს და რუკაში ჩანს მთავარი მიზეზები და იქ არ ხდება შეხება და აი მანდ ვეხებით ხოლმე, მანდ აი მე მაგალითად როცა უკვე რუკას ვხედავ უკვე შემიძლია სწორი კითხვების დასმა, სწორი ზუსტად იმ წერტილებზე მუშაობა, რომელიც ხსნის მთლიანად ამ კვანძს და ხდება ხოლმე ამოსუნთქვა სრული და მაინც ამაზე გავდივართ, რომ აი საგვარეულო თემა არ არის, რომელიც ჩემზე კი ზემოქმედებს, მე თერაპიულ პრაქტიკაშიც მინახავს, როცა პირდაპირ გენეტიკური ხაზით ჩემი წინაპრების ენერგიას გრძნობდი, რომელიც ჩემი არ იყო და მე აი მუდმივად ჩემზე ზის და წმინდავ ამ ენერგიას. აი ესეთი ის მქონდა თერაპიაში, ვიზუალიზაცია, შეგრძნებები პირდაპირ რო ხედავ ამ ენერგიას და ამას წმინდავ თურმე წლები და წარმოდგენა არა გაქვს, მანდ რო ხარ და
არის იცით როგორი მომენტი, რომ სინამდვილეში აი ეს ენერგია, ეს იყო ჩემი სადღაც კარმულად რო დავარქვათ, ემოცია, რომელმაც მოახდინა ეს მიჯაჭვულობის შექმნა, ენერგეტიკულ კარმული მიჯაჭვულობის შექმნა. ხო, ამას ფსიქოლოგია ახსნის ცოტა სხვანაირად, ხო, მაგრამ როგორც არ უნდა აიხსნა, სინამდვილეში აქ უკვე ეზოთერიკაში გავდივართ, ეზოთერიკაც ამას ამბობს, კარმული ჯაჭვი, ეს არ არის უბრალოდ უკვე აი ხშირად არის თერაპიაში ესეთი ის, რომ აი მე გიშვებ შენ უთხრათ რაღაცა ენერგიას და წავითეს. ესე მარტივად ეს არ ხდება. თუ არ შევხვდით ჩვენ იმ ტკივილს, ამას უნდა ვხედავდეთ როგორც კარმულ გამოცდილებას, ხო? თუ არ შევხვდით იმ დანაკარგს, ვიზუალურად ვიცხოვრეთ ეს დანაკარგი და იქ ახლა ერთხელ იყო ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა მე, რომ აი რაღაცა ესე რო თქვი, რომ აი მე ჰიპნოთერაპიაზე ეს ნახე. სინამდვილეში არაფერი ეგეთი არ არის, მეუბნება, ხო? ეს უკვე რას ნიშნავს, რომ შენ არ ახარ იქ კონტაქტში ადამიანთან, ახლა აი ძალიან გვეხმარება ეს ეზოთერული მსოფლმხედველობა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, მე რომ იმასაც უშვებ, შეიძლება რეინკარნაციები არის და მე მჯერა ამისი, იმასაც უშვებ, რომ იქით სამყაროში რაღაც ენერგიებთან გვაქვს შეხება, რომელსაც ვერ ვხედავთ მაგალითად. აი ესეთი ყველანაირი სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის მიმართ თუ გახსნილი ვარ და მიმღებლობა მაქვს, შესაბამისად რომ მოდის ადამიანი მე ყველანაირ სცენარისთვის არ გახსნილი, ხო? იქ არ ვიწყებ, რომ ეხა ეს რაღაცა სისულელს აპარაკობს, ეხა ეს უბრალოდ ტექნიკა არის და აქ ფსიქიკაში უბრალოდ მოდელს ამბობს ეს თორე არ არის გულწრფელად ის ემოცია. ანუ მე თუ აი ამებში სხუდავ ჩემ თავს სადღაც, ესე იგი არ ვარ იქ ადამიანთან ბოლომდე, ხო? ჩართული. ანუ ანალიზს ვაკეთებ სადღაც. ანუ ჩემივე დახურვა სხვადასხვა სფეროების მიმართ ქმნის იმას, რომ მე უბრალოდ ტექნიკურად შეიძლება მათემატიკურად თერაპიულ პროცესს გავყვე. მაგრამ არა პროცესში ვიყო, ხო, შეერთებული, ხო? ამიტომ ეს ეზოთერული ინფორმაციები და გახსნილობა ამ ყველაფრის მიმართ ძალიან მეხმარება სრულად რომ ვიყოთ ჩართული, ხო, რომ შევხვდებით ამ კარმულ ენერგიას, ის ჩვენში არის როგორც ჩვენი წინა ცხოვრება. მამას სიყვარული უნდა. აი ჩვენ თუ მამას პატიობთ სიტყვაზე, იქ მამა საერთოდ ხრება თერაპიულ პროცესში და ჩვენ ხედავთ როგორც ჩვენში არსებული კაცური საწყისის ენერგია, რომელიც რასაც მამას ვაყვეტურებდი, ის ჩემში ცხოვრობს. ფსიქოლოგიური ასტროლოგია გეტყვის, რომ ეს არის მოდელები, აი რაც დაინახე, ის დაისწავლე. მაგრამ კარმული ასტროლოგია ამას უფრო სიღრმისეულად ამბობს, რომ ის ვიყავით შე, რატომ მოვედით ამ ველში საერთოდ, ამ ენერგეტიკაში, ეს გენეტიკური კოდი რატომ ეკუთვნის. ანუ სუფთა ფსიქოლოგიური ხედვით, სადაც არ არის ეზოთერული მიმდინარეობები, შემთხვევითობის პრინციპი არის. აი უბრალოდ შემთხვევით აღმოჩნდით ამ სამყაროში, ამ ოჯახში, ამ ველში. კარმული ეზოთერიკული მიმდინარეობა ამბობს, რომ არ არის ეს შემთხვევითი და ეს გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ყველაფერი და გაცილებით დიდი ისტორია აქვს სულ სანამ აქამდე ამოვიდოდა, ხო? და ეს არის სცენარები, ანუ თუ გავაფართოვებთ ცნობიერებას და დროსა და სივრცეში ცოტა სხვანაირად შევხედავთ, ხო? აი ამ ინკარნაციულ თემით, ინკარნაციული ხედვით, ხო? და ინდური რელიგიური ფილოსოფიებით მაგალითად, ხო? მაშინ დავინახავთ გაცილებით იცურად, გაცილებით გაგვიადვილდება მიმღებლობაც ჩვენი სიტუაციის და აი აქ უფრო მოდის სიყვარული, იცით? და სიყვარული, ისეთ შაბლონურ სიყვარულს გეუბნებით. ისე მიმღებლობა არის ეს გახსნილობა, რომ აი ამ ენერგიას ზუსტად ის სიყვარული აქვს, სადღაც დაიბნა, სადღაც გადაჩენის ინსტინქტი ჩაერთო, სადღაც შეეშინდა, სადღაც მიატოვეს, სადღაც უღალატეს. აი ეს ნაწილები არის ჩვენში მიბნეული, რომელიც კარმულას ეზოთერული კუთხით ძალიან ბევრი ინკარნაცია სხვადასხვა სფეროებში დააგროვა ადამიანმა და მოვდივართ ახლა ამ ველში და ვართ გაბრაზებული მამაზე, გაბრაზებული დედაზე, სიტყვაზე, ველზე, ოჯახზე, სამშობლოზე. და სინამდვილეში ეს არის ჩვენთან პირდაპირ ჩვენი წინა ცხოვრების ქალის ან კაცის მოდელი მაგალითად, ხო? და იქ ძალიან ბევრი სხვა რაღაცა არის, და მე ვეძახით ამას საგვარეულო წყევლა, საგვარეულო კარმას. აი მე ჩემი ხედვით, როცა თერაპიულ პროცესში შევდივარ, აი ამ საგვარეულო ენერგიებთან და ზუსტად ვიცი ხოლმე ვხედავ, რომ აქ საგვარეულო ენერგიები, ზოგს აქვს მიმღებლობა, ამის ზოგს არ აქვს, მაგალითად ახლა, როდესაც მოდის ზოგჯერ, აი რამოდენიმე მყავდნენ ლილიტი კირჩხიბში მზესთან შეერთება მაგალითად და ეს სცენარი არის კლასიკური, ხო? საგვარეულო კარმა არის დაზიანებული, დემონური ენერგია, მამის ხაზიდან ესე იტყვის ასტროლოგია.
ფსიქოლოგიური ასტროლოგია ამას იტყვის, რომ სადღაც მამას ჰქონდა რაღაცა პრობლემები, დამძიმებული იყო. მამა საგვარეულო ახაც არაზრუნვით, უსიყვარულობით, ხო? და ის იგივე ცხოვრობს ჩემში. აი ყოფილა ადამიანი, რომელიც აი ამ დემონურ ენერგიას ესე ავლენდა პირდაპირ, ესე ამ ტერმინებით რო ვთქვა, აი მაგალითად თავის არიდება, პრობლემის არ დანახვა, ხო, სადღაც. და მეორე მხარე ყოფილა, რომ აი პირიქით მინდა მე მოვაგვარო ეს და არ ვიცი როგორ. და სადღაც ნეგატიურ სცენარებში ვარ, ხო? აი ადამიანს გააჩნია ვის აქვს მიმღებლობა, ვის არ აქვს მიმღებლობა. მიმღებლობა ვისაც არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმდენად დიდი არის ტკივილი საგვარეულო დონეზე, რომ ის არ არის მზად ახლა შეხვდეს ამ ტკივილს. ანუ ესეც არ არის, რომ არ უნდა, ეს არის, რომ არ შეუძლია. მანდაც რაც უფრო ემპათიურად მიოდგებით, რაც უფრო გაგებით და მიმღებლობით მიოდგებით, მით უფრო ეს იქნება მისთვის სამკურნალო და არა ის, რომ ჩავახედოთ, რომ აი რაღაც ნარცისულ ველშია წასული ადამიანი, ხო, სადღაც. ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანი არის და საგვარეულო კარმა, ეს როგორც წესი, ეს ჩვენი, აი ჩვენ თვითონვე ვისჯით თავს, ან ჩვენ თვითონ ისევ იგივე სცენარში შევდივართ, სადაც წინა ცხოვრებაში ვიყავით, ხო? აი მაგალითად თუ იყო ადამიანი მკაცრი, ცივი, სასტიკი ოჯახის მიმართ, მე თვითონ იქნება როგორც შინაგანი მშობელი, სასტიკი, ცივი, მომთხოვნი და არ გააჭაჭანებს თავის შინაგან ბავშვს. არაფერს არ მისცემს ცხოვრებაში, არც ბედნიერებას მისცემს, არც თავისუფალ არჩევანს. დასჯის. სასტიკი იქნება თავის შინაგანი ბავშვის მიმართ. ან მოატრიალებს თავისკენ იმ აგრესიას, რასაც ადრე გარეთ უშვებთ. იქნება ძალიან ცუდი მშობელი საკუთარი თავის, კრიტიკული, აგრესიული და დემონური, მოდი ესე ვთქვათ. ეს ესე ვლინდება. ამიტომ საბოლოო ჯამში ის გარე სამყარო ხრება ხოლმე და ჩვენ თავთან მივდივართ, ჩვენ თავთან გვაქვს ურთიერთობა და ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. იცით როგორ არის, ახლა საერთო ვიდეოს რო წერდი, ახლა ჩემს იმას გეტყვით, ჩემს ემოციას მოგეყვებით. როგორც წესი, რაც უფრო საინტერესო პიროვნული განვითარების ვიდეოებს ვდებ, ყველა ცოტა ნახვა აქვს ხოლმე ამას. 200, 300 დავდებ რაღაც ისეთ ასტროლოგიურ ვიდეოს, სასწავლოს, ხო, სიტყვაზე ან აი, რაც აინტერესებდა, იმას შეიძლება 2000, 3000 ნახვა კონდეს და ზოგჯერ მიფიქრია, რომ აი ღირს რო აი ამას ვაკეთებ ამ ყველაფერს, ხო, აი უბრალოდ აი ვაზიარებ, თან ეს გაზიარება ისეთი არ ხდება, ახლა მე ვზივარ და უბრალოდ ვკითხულობ. ეს არის აი ყოველდღიური მძიმე შრომის შედეგი, კი, ჩემ თავთან გინდა კლიენტებთან მაგალითად და ესე ვაზიარებ, ხო? არ არის ინტერესი არ არის საზოგადოებისგან დიდი და დიდი კი არა მინიმალურიც არ არის. ხა 200-300 კაცი როცა ნახულობს ესეც საინტერესო ჩემთვის მე ესე მგონია რომ საინტერესო არის. ალბათ არ არის საინტერესო, არ ვიცი და შეიძლება ეს ჩემი ილუზიებიც არის. შეიძლება მე მჭირდებოდა ესეთი ინფორმაციები, თუმცა რო ვხედავ ადამიანები როგორი ჭედებიან რაღაც ისეთ სერიოზულ პრობლემებში, მგონია რომ ესეთი ინფორმაციები ძალიან ბევრს დაეხმარებოდა ინტერესი რომ იყოს, მაგრამ არ არის ინტერესი. ხშირად ყოფილვარ დილემის წინაშე, მიფიქრია რომ აი ეს ჩემი შრომა, ახლა მე ხა ეს დრო მაქვს, ახლა მე მაგალითად ზღვაზე ვარ, ძალიან კარგი ამინდიარი მზე არის, შემიძლია გავიდე ვისეირნო, აი ერთ საათი ვემზადებოდი რომ ვიდეო ჩამეწერა, ან ეს ჩემი დრო არის, რესურსი არის, და ეს უნდა მოუწესრიგდე, რომელიც ძალიან მეზარება ხოლმე, ისე მეზარება თქვენ არიცით ხა, უფრო მეტად ჩავწერდი ვიდეოებს ეს რო არ იყოს მოსამზადებელი. ანუ სერიოზულად ჩემი შრომა არის და მე რას ვიღებ თქო უკან, ანუ ხშირად მიფიქრია ამაზე და მიმწერია ეგ ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ აი ნახეთ რა, არ არის ინტერესი და ტყუილა, თან 15 წელი ამას ვაკეთებ. მაინც ჯიუტად. ეგება, ის მორას კაცშიც ხო არის ადამიანი, რომელიც 15 კაცი არის, რომელსაც შეეცვლება ცხოვრება რაღაცას, იმას გაიგებს, რასაც მე ვეძებდი, მე მაინტერესებდა სიტყვაზე, ხო? მე აქედან გამოხდება ვიღაცა და ამ ხელა რაღაცებს რო აკეთებ და მე შენ იცი, ისასო არასწორად უნდა გეთქვა და აი მან მინდა ხოლმე გამოვიდე და აი უკვე ჩემი ლილიტი სატურნი გამოვიდეს და აი არ ვიცი გადადუღოს ყველაფერი. ესეთი ბრაცდები ყალბე ზოგჯერ, ხო? თუმცა მანდაც ეს ისე ხა თავიანთი ესეთი კომპლექსები გვალაპარაკებს ხოლმე ზოგჯერ რაღაცას, მაგრამ აი მაგ ეს დილემა ხშირად, რომ აი რო ვაკეთებ, რას ვაკეთებ, ხო? აი ხა ჩემ ტკივილს გიზიარებთ, მაგრამ
ვიცით, მე მიფიქრია რა, აი ვიღაცებს ხო ეხმარება მეთქი და შეიძლება არ ღირს, შეიძლება ყველა ვაკეთო, შეიძლება უცხოურ ენაზე რო გავაკეთო, უფრო გაიგებენ, უფრო დააფასებენ სადღაც, ხო, უფრო ისეთ მნიშვნელოვანი იქნება მათთვის და აი აქ შემოდის ხოლმე უკვე ეგო, აქ შემოდის ხოლმე უკვე ჩვენი ლილითი, ჩვენი ტკივილი. აი მაშინ, როდესაც ვიცი, რასაც ვაკეთებ, ჯერ რასაც ვაკეთებ, მე უკან აქეთა რა შეგვლა, უნდათ რო ეს ყველაფერი. აი აქ შემოდის უკვე რომ აი მე, ეგო, ხო, მე რა აქედან. აი ეს ენერგია შემოდის ხოლმე და ზუსტად ვიცი რომ ეს არის ზუსტად იმ ლილიტური ენერგიის იმედგაცრუება რაღაცებს, რომელიც ყველას გვაქვს. თქვენს გაქვთ ყველას. სადღაცა ოჯახში დებთ ენერგიას, იქიდან ვერ იღებთ უკან, ამ მშობლებში დებთ ენერგიას, უკან ვერ იღებთ. ამ დროს სადღაც იცით რომ ეს უნდა გააკეთოთ სადღაც, ხო? მაგრამ მე ეს დილემები დგება, რომ აი ჩემი შრომა ღირს ამ ყველაფრად. და ნუ ახლა მე სადღაც ხედავ რომ შეიძლება ღირს, ან შეიძლება 10 წელი გავიდეს და მე უფრო გაიგონ, რასაც ვლაპარაკობ, ხო? ახლა ან 20 წლის მერე ახლა მაგალითად ჩემი 15 წლის წინანდელი ვიდეოები ახლა ეწევა ხალხი ნენელა ამას, ხო? ესმით, ან საზოგადოებას ვითარდებით ნენელა. მაგრამ აი აქ როგორც კი შემოდის, რომ აი მე რომ ამდენს ვაკეთებ, ჯერ ესეთიც ის მომენტი არის, რომ სხვაებიც, ანუ ყველა ესე ვართ, ანუ ჩვენ ეგოში ვართ, ხო, ყველა გაჭედილები და აი ჩვენ თუ რაღაცას ვაკეთებთ, იქ ვერ ხვდებიან, რომ შენ რა შრომად გიჯდება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ადამიანები ეგოისტები ვართ, აი დავინახე ესე უფასო ძდებს, ავიღებ. და მე ამას არ ვაფასებ, ხო, სადღაც. და ეს მომენტიც არის, რომ ჩვენ ვერ ხედავთ ხოლმე და ახლა მე შეიძლება მქონდეს რომ ვიღაცა რაღაცას მიკეთებს და მე ამას ვერ ხედავ, მე ვიღებ უბრალოდ ჩვეულებრივად, ხო? და ამ დროს იმ ადამიანში მე შეიძლება წენა განვითარდეს, შეიძლება გადაღლა განვითარდეს, მე ჩაიკეტოს თავის თავში და იზოლირდეს, ხო, აი ამ საზოგადოებისგან და აქედან ყალიბდება მე ეგო, მეგობრებო და აქედან ყალიბდება სადღაც ეგო რა კუთხით გეუბნებით, იცით, ეს არ არის ნეგატიური ეგო, ეს არის ის სიტყვები, რომ მე რა აქედან, მე ვიღებ იმას, რაც საჭირო არის, ხო? აი მინიმალურს გეუბნებით, ხო? აი ძალიან მინიმალური შეიძლება. ჩემთვის ეს იყოს ჯილდოთ ნახვები, ლაიქები, კომენტარები სიტყვაზე, ხო? ჯილდოთ რა, ხო? აი განმამტკიცებელი, რომ ეგება და მართლა საჭირო არის, რასაც ვაკეთებ. აქედან მოდის ხოლმე მე სევდებ. მე ახლა ვიცი, რომ ეს ამ სევდასთან, ამ ფუსტრაციასთან მნიშვნელოვანი არის გამკლავება. და ესეც ეგოს თამაშები არის, ხო, სადღაც. ნუ შეიძლება იქ ვაჭარბებ მეც, შეიძლება რაღაცას ზედმეტსაც ვაკეთებ, არ ვიცი, მე გამოჩნდება. მაგრამ აი ესეთი მომენტები გვაქვს ყველას. და აი ესეთი მომენტებში, როდესაც ვიწყებთ მე უკვე შეფასებას, რომ აი კი, გავეცი, მაგრამ უკან რას ვიღებ? აი აქ შემოდის ხოლმე მე უკვე სატურნული ენერგია. დაფიქრება არის მნიშვნელოვანი. და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სხვაებიც ესე არიან, მეგობრებო. ანუ შეიძლება ჩვენ რაღაცებს უდევთ ადამიანებს ხელებში, მაგრამ ვიმათ ამის ფასი ესმით? ანუ გაცნობიერებული აქვთ, რომ შენ სადღაც უკვე შენ ნაწილსდებ, ხო, აქ და თან მათზე ზრუნავ, თორე ხა მე ეს მაინც არ მჭირდება, ხო? ხა არც ერთი ასტროლოგი ამდენ ვიდეოს არ დებს, ხო? არ ჭირდებათ უბრალოდ, ხო? ხო და აი აქ შემოდის უკვე ის მომენტი, რომ ხედავთ, რომ აი საიდან მიდიან მე ადამიანები წყენებში, ფუსტრაციებში, მაგალითად განრიდებაში, თავის თავში ჩაკეტვაში, ყველას აქვს ეს მომენტი. და აი ეგ დამეხმარა, რომ აი რამდენადაც იყო მომენტი, რომ მე ვერ მხედავდნენ სადღაც ჩემს შრომას, ჩემს ენერგიას, მე დავიწყე სხვების დანახვაც, რომ იმათაც ვერ ხედავენ. და საბოლოო ჯამში ყველა ესე ვართ. ანუ ჩვენ შეიძლება ჩავდოთ ენერგიები ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ ნენელა ხდება გაცნობიერება, რომ ამას ვერ ვიღებთ უკან. და ან ამასაც უნდა შევეგუოთ, რომ ვისწავლოთ სწორად გასვლა, ან უკვე თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ისინიც ესე არიან, სადღაც ჩაკეტილები თავის სამყაროში, ისინიც ვერ ხედავენ ჩვენ და აქედან მივდივართ უკვე სადღაც უკვე საკუთარ თავთან, ხო, კონტაქტზე, რომ კი ვაკეთებ ამას, მაგრამ მე უკვე აღარ ველოდები. ხო, სადღაც. ან დავინახავ ადვილად სხვა ადამიანსაც, რომელიც ანალოგიურად ესე არის, მარტო თავის გაცემულ ენერგიებში, ხო? აი მას ვეძახით მე ეს რო თუ უკონტროლოდ გადავიდა, გაუაზრებლად ეს მე ლიტურ ენერგიაში გადადის, ხო? ანუ ბრაზი, წენა, გაღიზიანება, ნეგატიური ემოციები, აგრესიები, ეს მე
აი ესე ქოქავს კარმას, ნეგატიურ კარმას და გადადის ხოლმე უკვე აი ტირანიას რო ვეძახით, იმ ბოროტებას რო ვეძახით. ანუ თუ მე ამ ემოციებში გაუცნობიერებლად ვიყოფები დიდხანს და ვერ ვხედავ, რატო არის ეს ყველაფერი, აი ეს გადადის ახლა მე უკვე ლიტურ ენერგიაში, რასაც ვეძახით ხოლმე, ხო? ნეგატიურ დემონურ ენერგიაში. იმიტომ რომ დიდი ხანით როცა უარყოფით ემოციაში ვარ, მარტოობაში როცა ვარ სხვა სფეროში ხო აი ეს გადადის ტოქსიკურში მე ეს არის და ეს ყველაზე მარტივად რო აგიხსნათ ეს მინდოდა რაღაცნაირად თქვენთვის გამეზიარებინა და ველოდები ხოლმე თქვენგან კომენტარებს რა გაიგეთ რა ვერ გაიგეთ და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო თემა არის მე მგონია რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი პასუხების გამცემი იყო ეს ვიდეო დროებით მეგობრებო